ოპერაცია გავიკეთე რამდენიმე თვის წინ და 2 დღის განმავლობაში ვერ დამირეგულირეს, ასე ვთქვათ, წნევა. კვიზისთვის მზად ხარ? ყოველთვის. დავიწყოთ. დავიწყოთ. თუ იცი, რამდენი ნახვა აქვს ჩვენ პირველ კვიზს? მეუბნებოდი შენ წაღან 1,200,000. კი ბატონო, მithქვავს. წამომცა. როგორი ბიჭები მოწონს ბაბი კირკიტაძეს? როგორი ბიჭები მოწონს? კარგები. კარგები. კარგი ბიჭები. დაფიქრება და მეზარა ძალიან. აი, კარგი ადამიანი, ყველა ადამიანი ზოგადად ბიჭი კი არა, საერთოდ მომწონს კარგ ადამიანებზე ვგიჟდები, ყურადღებიანებზე, მსრუნველებზე და აი სიკეთე რო აქვთ აი ასეთ ადამიანებს. თვალებში. ხო, თვალებში, საქციელში და სხვადასხვა. ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღია? იცი რა არის, ხო პირველი რაც გამოხსენდა, კიო გადასარევი გოგო ხარ შენ გინაცვალე მშვენიერი, მაგრამ აი პირი როარ გააღო ისე ვერ იმღერე, ხო? რატო გითხრე? არ ვიცი, ეთქობა რა ვიცი და ასე ვიყავი, არ ვიცი ვერ გითხრე. გია ჯაჯანიძე თუ ანრი ჭიხაძე? რანაირი კითხვა, ორივე. ეს არის რო იღებს იმის დაწერილი არის და რო დავთეთქვა. ბაბი ეკრანზე თუ ეკრანს მიღმა? დიდი სხვაობა არ არის სიმართლე გითხრა, უბრალოდ ხო, ეკრანს თავისი ჩარჩოები აქვს და მთლად ბოლომდე ვერ ვარ ხომ ისეთ, მაგრამ ალბათ ორივეს თავისი დადებით. იცით რა არის, აი ბაბი? დაიმორცხვა. მესამე პირში რა საუბრობ ხოლმე გავიეთავს. იცით ბაბი, იცით როგორია? ძალიან მშვენიერი ადამიანია. მე არა, ძალიან კიდევ უფრო მხიარულია ალბათ ცხოვრებაში. თუმცა არის ხოლმე მომენტები, როდესაც არის ხოლმე აი ესე რა ვარ. გამოუძინებელი როცა ხარ. საყვარელი კერძი. ბევრი რამე მიყვარს. კიდე ერთი ისტორია მოგიყვე? მიდი. დრო როგორ აქვს? დროის მეტი რა. რა ვქნა მეგობრებო, ესეთი უცნაური რაღაც მჭირს, რომ ძალიან მიყვარს ხორცი. გოგოსგან რო აი ხაშლა მაუყვარს, ცოტა მოსარიდებელი სათქმელია. ვიღაცები თქვენ რა ბროკოლი და მანგო ძირითადად ფოთლებით და მე გეუბნებით რომ მიყვარს ჯაკაპული და ხაშლაბა და ოპერაცია გავიკეთე რამდენიმე თვის წინ და რო გამომიყვანეს ოპერაციოდან 2 დღის განმავლობაში ვერ დამირეგულირეს, ასე ვთქვათ, წნევა რა, მივარდებოდა წნევა და ფეხზე ვერ ვდგებოდა. ექიმს ვეუბნები რომ ხორცს თუ არ მაჭმოთ მეთქი, ფეხზე ვერ ავდგები. კარგიო ერთი წუთი რო კაცო რა დაგმართნიაო, არაო დღეს და ხომ ბანანი მაწონი ორწყობილა. აიო. და მეწორი დღე ფეხზე ვერ ვდგები და ბოლოს მითხრა რომ შენებს დაურეკე თუ შეიძლება რომ მოგიტანო ხაშლობა. დედას გეფიცები ხაშლობა. ხოცა მოხდი